აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ მოვიწვიეთ მთავრობაში ბენეფიციარების ახლობლები, რომლებთაც გადაეცათ ეს ეტლები. მანამდე მოხდა ბენეფიციარებთან ინდივიდუალურად გასაუბრება, მათთან შეხვედრა, იგივე ზომების აღება, პარამეტრების, რომ ზუსტად ზედმიწევნით ზუსტად ყოფილიყო მათთვის ეს შერჩეული. ეს ორგანიზაცია ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, შესაძლებლობებით. მე მადლობა მინდა უთხრა მათ, ქალბატონ მაიას პერსონალურად და მის კოლეგებს იმისათვის, რომ ასე ოპერატიულად გამოუხმაურათ ჩვენს თხოვნას. თუმცა ჩვენი თხოვნის გარეშეც მუშაობენ ისინი. მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აღნიშნულ საერთაშორისო ასოციაციას შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა სხვადასხვა ასპექტში დახმარებას გულისხმობს. დღეს აფხაზეთის მთავრობაში ბატონი ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით გადაცემის ეს აქცია ჩატარდა, ჩამობრძანდნენ სხვადასხვა რაიონიდან და 8 ეტლია სულ გამოყოფილი. დიდი მადლობა დღევანდელ დახმარებისთვის. ეტლი, რომელიც დღეს გადმოგვცა აფხაზეთის მთავრობამ, ჩემ დედაშვილს ეკუთვნის, ის არის დევნილი. მსგავსი აქციები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ძალისხმევით არაერთხელ განხორციელებულა და მომავალშიც იგეგმება.